კილო იყო შაშან, ასე რომ ფაქტიურად თუ 20 ჯერ უნდა გავზარდოთ. ესე იგი ამის შესაძლებლობა არსებობს. ამის შესაძლებლობა არსებობს. ღვთისმშობლობით ძალიან დიდი არის, იმიტომ რომ არა მარტო რეკლამითი, არამედ თვითონაც დარწმუნდა ხალხი, რომ ფუტკრის ძის ხმარების შემდეგ ძალიან მკვეთრი გაუმჯობესება შეეწყო, როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ისე გონებრივი, ფიზიკურად ხალისი ცხოვრების, ასე ვთქვათ, სიცოცხლის უნარი, სამუშაოს შესრულების უნარი ძალიან მოემატა. აი ეს არის ფუტკრის რძე, რომელიც თავისი შეფერილობით ძალიან გავს მაწონით და არაჟანის მსგავსი. თუ გასინჯავთ ამ ძეს, ეს ოდნავ მომჟავ გემოსი და ცოტა ხანდახან სიცხარეც დაკრავს შიგ. მე ფუტკრი, რომელიც დაიწყებს, ჯერ არ დაუწყია ფუტკრის რძის მიღება და დაიწყოს ეს საქმიანობა. თქვენ მოეხმარებით ასოციაციამ ის რეალიზაციას? ჩვენი ასოციაცია აკავშირებს იმ ხალხს, რომლებიც ასე ვთქვათ, ყიდულობენ ბითუმად ამ რძეს და შემდეგ ავრცელებენ თან რეკლამას უკეთებენ და ავრცელებენ მოსახლეობაში. თან რაც თავარი ის თაფლი შეიძლება კი აიღო, მაგრამ წლის განმავლობაში მთელი წელი გაგიძელდეს და ვერ გაყიდოდა. აქ კიდე აღებული რძე ფაქტიურად აი ახლა გაზაფხულის მერე დეფიციტი იყო და ამიტომ ფაქტიურად როგორც კი იღებენ მეფუტკრეები, იქვე შეიძლება ითქვას, რომ ეყიდებათ. აი მარაგი თითქმის არ არის, მაგრამ უახლოეს 2-3 თვეში ან შემოდგომისთვენ უკვე იქნება წლის მარაგი. ეხლა ჩვენ უნდა დავამყნოთ აი ამ უკვე ამოღებული რძის ჯამებში არავით არის სიძნელე და შეიძლება ითქვას მატერიალური დიდი დანახარჯები ამ პროცესში ფაქტიურად არ არის. აი ამას ჩავდებთ ახლა განემანის ცხრილით გაყოფილ იმ განყოფილებაში, რომელიც უდედოა. 3 დღის მერე უკვე ამოვიღებთ და რძის აღების პროცედურას ისევე გავიმეორებთ. აქ დიდი ძნელი და სასწავლებელი არაფერი არ არის. 12-15 წლის ბავშვები ჩვენივრად ითვისებენ ხოლმე ამას და ძალიან კარგად ახორციელებენ. ფასები საკმაოდ მაღალი არის, დაახლოებით 30-40 ლარი არის დინდგილზე. ამ დროს ქართული ფუტკარი ძალიან დიდი რაოდენობით დინდგელს აგროვებს. ეს 250 ლარი 1 კილოგრამი. 1 კილოგრამი და ჩვეულებრივი სკიდანაც კი შესაძლებელია დაახლოებით 150-250 გრამი დინდგილი აიღოთ ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯების გარეშე. ყვავილის მტვერის შემთხვევაში? ყვავილის მტვერის შემთხვევაში ერთი სკიდან დღეში დაახლოებით 50 გრამი ყვავილის მტვრის აღებაა მინიმუმ შესაძლებელი და კარგი სკები, რომლებიც ადრე გაზაფხულზე 150 გრამ ყვავილის მტვერსაც კი გვაძლევდნენ ხანდახან. 1 კილოგრამი რაღაც ყვავილის მტვერი. 1 კილოგრამი ყვავილის მტვერის ფასი დაახლოებით 50-60 ლარია, მაგრამ ზამთრის პირობებში, როდესაც იმაშვება, ფასი მატულობს. ჭეოს შემთხვევაში? როგორც ვიცი, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, იმიტომ რომ ჩვენთან დანადგარები არ არის და ჭეოს ხელით არჩევენ და 200 ლარამდე ადის 1 კილოგრამი გამომშრალი ჭეოს ფასი. ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს მეფუტკრეობა ზოგადად, თუმცა ბევრს დრო არ აქვს, არცალია. და ამ ალტერნატიული საშუალება არსებობს? უკვე 2 წელიწადია არსებობს სააქციო საზოგადოება, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ ხანდახან არის ისეთი შემთხვევა, რომ თვითონ აღარცალია ვერვulis ფუტკრის ოჯახებს შეიტანოთ ეს ფუტკრის ოჯახი, ან იყიდოთ ფუტკრის ოჯახი, ან შესაბამისი თანხა ერთი ფუტკრის ოჯახის საყიდელი შეიტანოთ ეს თანხა და წლის ბოლოს თქვენ მოგეცემათ რაც ერთი ფუტკრის ოჯახიდან მიღებული, გნებავთ თაფლი, გნებავთ ფუტკრის რძე, გნებავთ ყვავილის მტვერი, ამას ისინი ყველაფერს აწარმოებენ. იქ არიან ძალიან კარგი სპეციალისტები, ეს თქვენი ნაყიდის კა, თქვენი დივიდენდი არის, ასე ვთქვათ, და მუდმივად გენახებათ მეორე წელსაც და მესამე წელსაც და ისევე გრძელდება ამისგან შემოსავლის მიღება. შესაძლებელია რომ ყოველ წელი და თქვათ 4-5 ოჯახი რომ თქვათ იყიდოთ და შეიტანოთ, სრულიად საკმარისია ის პროდუქცია ერთი პატარა საშუალო ოჯახის თაფლით და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებით დასაკმაყოფილება. თანაც იქ არჩევაზეა, თქვენ შეგიძლიათ გნებავთ ყვავილის მტვერი მეტი გაიტანოთ, ან თაფლი მეტი გაიტანოთ, ან პირიქით ფუტკრის რძე რომელიც გინდათ. იმათ ერთიც აქვს, მეორეც და მესამეც და ყველა პროდუქციას აწარმოებენ მეფუტკრეები.
ზოგადად ბატონო თემურ ამ დარგს პრობლემები აქვს. ყველაზე უფრო დიდი პრობლემა არის თანამედროვე სამრეწველო მებრძოლების უცოდინარობა. მებრძოლები ისევ იმ მეთოდებით მუშაობენ და აზროვნებენ, რაც მათი ბაბუები და უკეთეს შემთხვევაში მამები. აი ამ თანამედროვე სამრეწველო მებრძოლებას სულ სხვა მოთხოვნები აქვს, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის სხვა დარგებს. ეხლა ერთი და ორ ძროხას არავინ არ წველის საზღვარგარეთ ფერმაში არა. ასევე არის ზუსტად აქ მებრძოლობაში. ჩვენ 50 ფუტკრის ოჯახის მოვლა, ჩვენ მეფუტკრეს ისი ამაყად მიაჩნია, აი 50-დან 100 ფუტკრის ოჯახი მყავსო და ამ დროს გნებავთ ევროპაში 800, 1000 ოჯახი ითვლება ერთი მეფუტკრისთვინ აუცილებელ ნორმად. ისე, როგორც იქ ამბობენ, ოჯახს ვერ შეინახავს. და საინტერესო ამ ცოდნის მიღება სად არის შესაძლებელი? ამ ცოდნის მიღება ჩვენ ვცდილობთ, რომ ცალკე სემინარებს ვატარებთ ჩვენ ასოციაციაში, ცალკე კურსებიც გვაქვს გახსნილი გადამზადების, ასე ვთქვათ, თანამედროვე მებრძოლების ცოდნაზე და არა მარტო თეორიულად და ოთახში, არამედ პრაქტიკულადაც, იმიტომ რომ რასაც კაცი თვითონ გააკეთებს და ნახავს პრაქტიკულად, რომ ეს მართლა შესაძლებელია, რომ 500 და 800 ოჯახს მოუაროს ერთმა ადამიანმა და თავისით რომ ნახავს, ეს გაცილებით უფრო უკეთესია, ვიდრე კინოში ნანახი და ან ისე გაგონილი, რომ აი 1000 ფუტკრის ოჯახს უვლიან ამერიკაში. ეს ყველაფერი შესაძლებელია საქართველოს პირობებში და ყავს ღვთისმშობლობით ესეთი მებრძოლები, რომლებსაც ყავთ. შეუძლია იმათთან გავაგზავნოთ და თანამედროვე მებრძოლობაზე პრაქტიკა გავატაროთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის და წარმატებებს გისურვებთ. კარგად, მებრძოლობა კიდევ უფრო განვითარდება საქართველოში.